ლაზერი თანამედროვე სტომატოლოგიის ყველაზე ეფექტური მიმართულებაა. ლაზერული სტომატოლოგია სრულიად უსაფრთხო, ეფექტური და უმტკივნეულოა. ლაზერით შესაძლებელია ბუმკურნალოდ ღრძილებს, ჩავატაროთ უსისხლო ოპერაციები, აგრეთვე შესაძლებელია არხის სტერილიზაცია და დეპულპაცია. ლაზერული სტომატოლოგია უსაფრთხოა როგორც ორსულებისთვის, ასევე ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისათვის და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. თანამედროვე სტომატოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები რენტგენოლოგიურ კვლევებსა და დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი საშუალებით შესაძლებელია პათოლოგიების ზუსტი და დროული აღმოჩენა, მკურნალობის ეფექტური დაგეგმარება და შეცდომის მინიმალური ალბათობა. თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე მათი წინამორბედები. თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები სტომატოლოგიური მანიპულაციების უსაფრთხო და უმტკივნეულოდ ჩატარების საშუალებას იძლევა. ყველა პაციენტი ექიმისთვის მნიშვნელოვანია, თვითაურ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, თუმცა არსებობს მცირე განსხვავება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ინფორმირებული პაციენტი უფრო მოდუნებულია, თავს კომფორტულად გრძნობს, ეს კი ექიმს აძლევს საშუალებას იმუშაოს მშვიდად და იყოს კონცენტრირებული ჩატარებულ მანიპულაციაზე. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რა საჭიროა კარიესის მკურნალობა ბავშვთა ასაკში, ეს კბილები ხომ მაინც უნდა მოიცვალოს. კარიესი ეს არის ინფექციის წყარო პირის ღრუში, რომლის დროულად არ მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია გვერდზე მდგომი კბილების ან მთლიანად კბილთა რკალის დაზიანებაც. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარძევე კბილების მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში მოყვება სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, რამაც შესაძლებელია თანკბილის დარღვევა გამოიწვიოს. აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი კბილების ჩანასახების დაზიანება და თანკბილის ანომალიები. ოცხალ პაციენტებს უჭირთ კომუნიკაციაში შემოსვლა ენობრივი ბარიერის და დობის ფაქტორის გამო, თუმცა პირველი ვიზიტის შემდგომ ჩვენი და კმაყოფილები მიდიან. ყველაზე სასიამოვნო ემოცია, რასაც პროფესია ამაძლევს, ეს არის მადლიერება, მადლიერი და მომგემარი პაციენტი კი ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია.